გამარჯობა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს არხზე. ძალიან მიხარია რომ ვიღებ ვლოგს დიდი ხნის პაუზის შემდეგ და გავატაროთ მთელი დღე ერთად, როგორც ყოველთვის და შემდეგ ნელ-ნელა მოვიყვებით თუ რატომ ვერ ვახერხებდი ხოლმე ვლოგების გადაღებას. ახლა არის 9 საათი, უნდა გავამზადო ყავასაჭმელი და გავიქცე. მინერება სილომაზეების დატოვება. მე ყავა ჩამოვასხე, ახლა გავამზადებ. შაქარი წავიდა პასკებში. ახლა უნდა გავამზადო საჭმელი სამსახურისთვის, ეს არის 0%-იანი. ამ პროტეინთან ერთად არის უგემრიელესი, ეს არის ვანილის პროტეინი. ძალიან კარგ გემოს აძლევს. ვანილის კრემებით ხდება და ძალიან გემრიელია. ჩანთაც არ მოხ ჩალოგებული. ვიძახდი გუშინ გამზადე. წინასწარ აკონივთ. იმდენ დავასვდებ, რომ რავი. როგორ უნდა ვათრიო, არ ვიცი. წავედი. გამარჯობა. მოვედი სამსახურში. ზარაში ვიყიდე რაღაცები. და შარველი არის ოდნავ დიდი და იმედია სითიმოლში იქნება ზომა და გადავწვი. კარით დავჭექი, იმიტომ რომ შიგნით არის ძალიან ხმაური და თან ერთი დიდი საერთო მაგი და დარჩენილი და ცოტა არაკომფორტულად ვიჭექი. შევიძინე, რა თქმა უნდა, Quick Royale, რომელიც ძალიან მიყვარს და ამის ჭამა შევეჩვიე, როცა მქონდა ბრეკეტები. რბილია და უფრო მარტივი იყო ჩემთვის ამის ჭამა, ვიდრე ცოტა უფრო მყარი სენდვიჩების და იმდენად შემიყვარდა, რომ ყოველთვის ამას ვჭამ. სამსახურში ამას ვიძახებ, თუ სადმე გავდივარ და სკანსთან მოვხვდი, ამას ვჭამ და მოკლედ არ მბეზრდება. და ასევე შევუკვეთე პროტეინის შეიქი, რომელიც არის მარწყვით და ვანილის პროტეინით. ზუსტად ისეთი გემო აქვს, როგორცაც მე ვაკეთებ. სულ ვარდისფერებშია. მეც ვარდისფერებში ვარ და ჩემი საჭმელიც ვარდისფერებშია. ნორმალური ამინდია, ცუდი ამინდია თქო, ვერ ვიტყვი ნამდვილად. ოფისში დიდად ვერაფერს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ეს მზერანაირად მანეთებს არ ვიცი, იმედია კარგად ვჩერვარ და ნორმალური ხარისხია. იქით უჭექი. რაღაც ხარისხი არ მომეწონა, აქეთ ვზივარ და სახე მაქვს ძალიან განათებული და მოკლედ წავედი ახლა ოფისში, დიდად ვერაფერს ვერ ვიღებ ოფისში, იმიტომ რომ მე და ჩემი ერთი თანამშრომელი ვართ საერთო სივრცეში და ამიტომ ვერ ვიხმაურებ, ხან მე ვარ შეხვედრებზე, ხან ის და მოკლედ ვმუშაობთ და ვართ ესე რა. მე დავასრულე მუშაობა, ახლა მივდივარ სითიმოლში, რათა გადავცვალო შარვალი, ძალიან მეზარება. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. სხვა დროს უფრო დამეზარება მოლში გამოსვლა და თან ერთი კვირის წინ შევიძინე, მხოლოდ სითიმოლში აჩვენებდა მაგ შარვალს. და იმედია იქნება ის ზომა, რომელიც მე მინდა. ესეც ნორმალურად მაქვს, წელზე მაქვს ძალიან დიდი და ამიტომ მინდა რომ შევცვალო და ვცადო უფრო პატარა ზომა. მე არ მიხდება ეს ზედა, მაგრამ შარვალს უხდება. სალომით ხარ ესეთი შარვალი ძალიან ბევრი გვაქვს. და მომეწონა. ყველაფერი მომწონს, მაგრამ მე არაფერი არ მიხდება. დედა ჩემი იქ ჩააკერებს ეს რო ვიყიდო ესე. და მე მოეწონება. ფერი მომწონს, მე მგონი არ ვიცი მეხდება თუ არა. მგონი რა ყველაფერი უფრო ვასუქებს. აი ეს რა უნდა დურება იმ ხელა ადგილი.
carinho seja o beijo de uma flor. Deixa que o amor invade a porta da tua casa. Deixa que o carinho seja o beijo de uma flor. Desde pequenino que eu sei que o amor é cura. Amolece a dor, ingratidão. დაგიბრუნდით ნავარჯიშები და მშიერი. ეხლა უნდა ვჭამო. ძალიან მშია, ზოგადად ესე ადრე არ ვიღუძებ ხოლმე, რადგან ყოველთვის ღამით ვარჯიშობ. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მივდივართ თამაშზე და შეიძლება სახლში გვიან დავუბრუნდე და ასევე იმის გამო, რომ სარბენბილი გზა როცა დადიხარ, მე თავი უეჭველი დასაბანი გაქვს, გადავწყვიტე, რომ დილით მევარჯიშა, მაგრამ სალონში წავალთ, მას მოვიწესრიგებ და მე ღამე აღარ მექნება მეთქი დასაბანი, იმიტომ რომ ძალიან მეზარება თვის ორჯერ გაშვება დღეში. საკმაოდ სქელი თმა მაქვს. დღეს არის პარასკევი, სხვათა შორის სამშაბათს ვეღარ ბოქს, მაგრამ 4 შაბათს და 5 შაბათს ვერ გადავიღე, რადგან ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ პარასკევს გამეგრძელებინე და თან თამაშზე მივდივარ, თან სალოდსაც ვნახავ და დღევანდელი დღეც გავატაროთ ერთად. დღეს ვმუშაობ სახლიდან და ძალიან შეხვდო ჭამო რაღაც საქმეებს მივხედო და მე წავალ სალონში. ვერსნულ იოგურტს დილით არ ვჭამ ხოლმე, ყოველთვის ან შუა დღეს ან ღამით ვჭამ, იმიტომ რომ გემრიელები ტკბილი გამოდის ხოლმე და ღამით უფრო მინდება ვიდრე დილით. დღეს ამით დავიწყებ დილას, იმიტომ რომ მინდა ბევრი პროტეინი მივიღო, უფრო დიდ ხანს ვიყო დანაყრებული და ასე შემდეგ. ჯვრიას შევურებ 50 გრამ ბანანში, დავამატებ დარიჩინს და ტაფაზე რაღაც ბისკვიტივით გამოვაცხობ. შემდეგ აი ამ პროტეინს ვიყენებ, ძალიან გემრიელია, მაგრამ უკვე იმდენი ხანი ვჭამ, რომ ცოტა მომბეზრდა. 0%-იანი ბერძნული იოგურტი, არაქისი და ცოტა კოკოსის ფანტელები. გამოდის ძალიან გემრიელი დესერტი. ჩემი ფავორიტი დესერტია. ყველას ვთხოვ რომ გაშინჯოს, ყველას ვთხოვ რომ ჩემთან სახლში გასინჯოს, მაგრამ არავინ არ ჭამს და აი ვერ ხვდებიან რამდენად გემრიელ დესერტზე ამობენ უარს. დეკემბერში მოვიმატე დაახლოებით 6 კილო, იმდენი გულზინაყი ვჭამე. და ვიცილობ რომ ესწონა დავიკო, ამიტომ არ კალორიულ დეფიციტში ყველაფერს ვწონი, ამიტომ ვჭამ ბერძნული იოგურტს და არ მიყვარს, მაგრამ პროტეინთან ერთად არის უგემრიელესი. და მოკლედ იმედია დავიკლებ, როდესაც მე ჯერ 3 თვე გავიდე და 1 კილო დავიკელი. ანამშვრია გამზადდება, იქამდე გავამზადებ ბერძნული იოგურტს. ძირითადად სულ 150 გრამს ან ზოგჯერ 100 გრამს ვჭამ ხოლმე. 100 გრამი დამრჩენია. იყოს 100 გრამი ვჭამო, არა 150 გრამში ვჭამ. გემოს გარეშე არ მაქვს, ესეთი მაქვს და ამას შევურებ. ზოგადად მირჩევნია ხოლმე, რომ ამ გემოებზე დანამატების გარეშე იყოს, რადგან პროტეინთან უფრო გემრიელია. გავამატოთ 1 სკუპი პროტეინი. ვიждებ ისეთი გემრიელი დარჩენის უნდა დგება ხოლმე სახლში. კარგად ჩანს და უბრუნდი. გუშინ დამარტყა თავში გრძელი ჩოლკა უნდა შემიჭრა. ეგრევე ჩავეწერე სალონში და დღეს დილით რომ გამოვიძე და მეწყო რაღაცნაირი შფოთვა, რომ მეთქი გრძელი ჩოლკა რო არ მომიხდეს, დაყენება უნდა ყოველ დღე, იმიტომ რომ ჩემი თმა ძალიან დავარდნილი თმა მაქვს და სუთად პეპტილი მაქვს ხოლმე ეს თმა და ახლა რა ლაკი უნდა ვიყიდო, რომ ცოტა ესე დაიმაგროს ხოლმე და მოცულობა ჰქონდეს და მივედი დავჯექი და სალომეს მესიჯები მხვდება, რომ რატომ გადაიფიქრე გრძელი ჩოლკის შეჭრა, ძალიან გიხდება და შეიჭრელიო თან მე ძალიან სწრაფად მეზრდება თმა და მოკლედ ესე გამოვიყურები. სალოსთან მოვედი, ვმუშაობ, მაგრამ ძალიან მომშივდა და ეხლა უნდა ვჭამო. აღარ ვაპირებდი დღეს რომ მეჭამა, ვიფიქრე, იმდენი პროტეინი მივიღეს, აღარ მომდა მეყოფა მეთქი, მაგრამ ძალიან მშია და ეხლა ვაკეთებ მაკარონს. გეჩვენოთ მე რას ვშვები, მაგრამ თან არ მაქვს ამის უფლება. ეხლა ესპანეთს ვუკეთებ გრაფიკულ ფლაიერს თუ რაღაცას. აუ მე თქვენს არ მითქოს. სამსახურში არის ძალიან ბევრი ცვლილებები ჩემთან.
ახალი უი მაკარონი ვეკეთდა მე ხო ვერ მოვყევიან კი მომავალი როგორ წევხარსან რატომ არ არის რაღაც ხასიათზე ვარდი ავიცი ჩვენ გამოვედით მოვემზადეთ სამწუხაროდ ვერ გადავიღეთ ვიდეო იმიტომ რომ ძალიან გვაგვიანდებოდა და ვერცაუთ ვით ჩეკი ვერ გავაკეთეთ ისედაც არ ვაკეთებთ ხოლმე მაგრამ მაინც დღეს გვინდა თორმე გამარჯობათ მეგობრებო რამდენი ხანია ვლოგი არ გადაგვიღია მე ისე გამოვიყურებოდი რომ სანამ არ ძალიან კარგად გავიყურე გამოიყურება ადაში ვერ შემოვედი და მადლობა ყველას ვინც წერდა TikTok-ზე რომ როდის იქნება ვიდეოებიო მართლა კი ბევრჯერ დამიწერეს კომენტარებში და ძალიან დიდი მადლობა მაგრამ რაღაცა მე არაფრის ენერგია არ მყოფნის იმდენად შენ გეპატიება და რაც შეეხება მე ძალიან ბევრი საქმე მქონდა ისე და თან ვერ ვაბამდი თავს პარალელურად და მოკლედ საბოლოოდ დადგა დღე რომ ვიღებთ vlogs და მედია არ ჩავაგდებთ ხოლმე მე და ჩემი ჩოლკა არ ვიცი მომწონს თუ არა დაიდი დამთავრდა არის 1-1 დავით მეორე ტაიმს და ნახოთ მერია რომ მოვიღებთ რა თორე ძალიან ცუდ დაიწყო ეს სეზონი რა ვიცი ფეხბურთზე უფრო შეიძლება საინტერესო თქვა ბევრი კლუბს მომატებული ალბათ ხედავს მაგრამ მაინც არ ვიცი როგორ გამოვიყურები მაგრამ უკვე მე-9 თვეში ვარ და მალე ბავშვს გამოვჩეკავ გაიფრინა ამ დრო ძალიან ცებ გავიდა ეს დრო და ვუყურებთ ფილმს არც თუ ისე საინტერესოს და სასაცილოს და ველოდებით საჭმელს გამოვიძახეთ ხინკალი და ლობიანი მე და ძალიან გაფრაზებული რაზე ამიმაზე ვოლტზე აკადემიის მენეჯერი ყავდა სალომე ძალიან გააბრაზეს და თუ ცივი იქნება მეც ძალიან გავუბრაზდები გაყინულია ცივია? ლობიანი კი ხინკალი ფიგლისთვის ცივია სამწუხაროდ ჭამეთ ძალიან გემრიელი იყო მაგრამ სამწუხაროდ იყო ცივი ლობიანიც და ხინკალიც ეხლა ძალიან მიჩქარება როგორც ყოველთვის იმიტომ რომ მივივართ მის შესახებად როგორც ყოველთვის უნდა შევჭამო სწრაფად უნდა გავამზადო საჭმელი უკვე მაცვია და შემდეგ გავიდე რადგან არ დავაგვიანე იმიტომ რომ ჩემი ძრით უკვე ვაგვიანებ წავედი Is everything okay? Yeah. Yeah, what? Well, you got bangs. You have to be at least a little unstable. ივეთი ძალიან ცუდად არ არის ეს ჩემი ჩოლკა, თორემ უკვე ნერვებს მიშლის. აი არ არის კარგად დაყენებული რა. რაღაცები გავასწორე ცოტა ჟალუზი ჩამოვწე, იმედია ეხლაც კარგად ვჩანო, იმიტომ რომ უკან იყო საშინელი განათება. ესე იგი, რაც შემეხება მე, ვიცი უნდა გადამეხო ვლოგები აქამდე, მაგრამ სამსახურში მქონდა ძალიან ბევრი საქმე, ბევრი ცვლილება. გადავედი გლობალის გუნდში, საქართველოსთან ერთად ვმუშაობ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, მყავს ახალი უფროსი, ეს არის ლიეტუელი გოგო, რომელიც თითქოს ჩემხელა მგონი. ვინ ჩემხელა? ან ცოტა უფრო დიდი, არ ვიცი. და მოკლედ სამსახურში არის ძალიან ბევრი საქმე. ჯერ კიდევ რაღაც გადაბარებების პროცესში ვართ. მოკლედ იმედია მაისი ივნისის თვეებში დავლაგდებით. და მოკლედ სამსახურთან ერთად დავდიოდი ექიმებთან და ეხლაც დავდივარ. კიდევ რამდენიმე ექიმთან ვარ მისასვლელი სახეზე მაწუხებს გამონაყარი, რომელიც გავდა ჭინჭრისციებას, თუმცა მგონი ჭინჭრისციება არ არის, ჯერ ვერ გავიგეთ რა არის, ხან ერთ რამეს ვკურნალობ, ხან მეორეზე და მოკლედ მე მგონი უფრო გამირთულდა. კოღოს ნაკბენებითა, რომელიც აი თითქოს ალერგიას ჰგავს. და ალერგიაც არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ანალიზი გავიკეთე და არაფერზე არ მაქვს ალერგია. მოკლედ.
არ ვიცი, რაღაც იქნება. და იმდენი საქმე მქონდა, რომ მართლა ვერ ვახერხებდი ვლოგების გადაღებას და იმედია ეხლა უფრო ხშირად მოვახერხებ ხოლმე. ძირითადად მინდა რომ თვეში 2 ვლოგი მაინც გადავიღო. ანუ 2 კვირაში 1 ვლოგი დავდო ხოლმე. ნახოთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და დღევანდელ ვლოგს, დღეს არის კვირა 19 აპრილი. ხვალ არის სალოს დაბადების დღე და ვემზადები. აი არ ვიცი მართლა ესეთი არეული ვარ ეს ბოლო პერიოდია და იმდენად დიდი ქაოსია ჩემს ტვინში რომ ბოლო წამამდე მოვიყვანა ყველაფერი. ზოგადად მე ძალიან ბოლო წამა ადამიანი ვარ. სალონშიც გუშინ ჩავეწერა დღეს როთმა შემიღება. ჩოლკაზეს ხუთშაბათს ჩავეწერა პარასკევს მივსულიყან ყველაფერს წინა დღეს რატომ გეგმა ვარ ვიცი. სალოს დაბადების დღისთვისაც რაღაც თადარიგი ვერ დავიჭირე სამწუხაროდ. საჩუქარი გამოვწერე, თუმცა ცოტა დამაგვიანდა გამოწერა და ჯერ არ ჩამოსულა და ველოდები უსაჩუქროდ ვარ. მაგრამ არ აუშევს. მოკლედ ჩემი ბოლო წამა ამბებით, ვემზადები სალოს დაბადების დღისთვის. მოვიტანე დეკორაციები ტორტისთვის, ტორტის დეკორაციებს გავამზადებ. სალომე რო არის ფეხბურთი, ვაჭო. ეს საყვარელ რაღაცას მივადებ, ვინიპუხს, და ესეთი ვარსკვლავები და ამით გავაფორმებ. ნუ სულ თითქმის ერთი და იგივე ტორტებს ვაკეთებთ, მაგრამ ანუ რა ვიცი, იდეა არ მაქვს, მე მიყვარს ძალიან სადა ტორტები. ახლა ესენი და ამოვჭრა და სანამ ტორტს მოიტანენ, გავამზადებ და მერე რომელიც ზომაც უფრო მომეწონება, იმ ზომას მივამაგრებ. აუ, მაღაზიაში რაღაცებს ყიდულობდი, იქ შემოხვდა მოხუცი კაცი. და არც თუ ისე მოხუცი, ნუ ზრდასრული კაცი და მაჩუქა ეს საწუწნი კონფეტი. მადლობა გადავუხადე და მითხრა რომ ხო არ გადააგდებოდა, არა მეთქი რას ამბობს, აუცილებლად შევჭამ მეთქი და რომ გამოვდიოდი მე მაჩუქა აი ეს 1 ფებრუარიანი არისო. ეს შოკოლადი და ჭამეო და ისეთი საყვარელი იყო ეს პირობა აუცილებლად უნდა შეუსრულო. და აი ამ შოკოლადებზე გამახსენდა ერთი ისტორია. რომელიც აი ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე. პატარა რომ ვიყავი, არ ვიცი რატომ ძირითადად ეზოში სულ მეგობრებთან ერთად ვიყავი ხოლმე და თან ჩემს ბინას ჰქონდა 2 მხარე. წინა და უკან ესევე წახდით და იმ დღეს ვიყავი უკან ეზოში ჩასული, მოპირდაპირე კორპუსთან, ცხოვრებაში რა არასდროს არ ვყოფილ ვარ და იქ არასდროს არ მითამაშია. იმ დღეს რატომღაც მოხდა ისე რომ იმ ადგილას ვიმყოფებოდი და მეორე სართულიდან დამიძახა მოხუცმა ქალმა. შპილკები ჩამომივარდა და ამომიტანეოდა. ძალიან არ მინდოდა რომ ამეტანე შპილკები, მაგრამ მოხუცი ადამიანია, თხოვა ზრდასრულმა ადამიანმა და უნდა ავუტანო მეთქი, მაგრამ იმდენად მეშინოდა რომ მე ვარ ჰენზელი და გრეტელზე გაზრდილი ბავშვი. ბავშვობაში დედა გვიკითხავდა ხოლმე იმ ზღაპარს, ამ ზღაპარს, ეხლაც მაგ ეგ წიგნი უნდა გაჩვენოთ. ხო და ესე იგი იმდენად მეშინოდა რომ ეს ქალი რაღაცა კუდიანი ან ჯადოქარი აღარ აღმოჩნდეს და სახლში არ მიტაცოს და ჩამკეტოს მეთქი რომ ეს შპილკები რომ ავუტანე, დავდექი კიბის თავში, რაღაც 1-2 საფეხურით ავედი და ხელი ესე გავუწოდე რომ თან შპილკები მიმეცა და თან ხელი არ მოეკიდა და შევეყვანე სახლში და კინაღამ დაგორდა ეს ქალი ისე იყო გადმოწოლილი ხო და ეს შპილკები რომ მივეცი, მე მომცა შოკოლადები მადლობის ნიშნად, მაგრამ მე რისი თაკო ვარ. რომ ეჭვი არ შემეტანა და სკეპტიკურად არ განუწყობილიყავი და რო ჩამოვედი, შემეშინდა ეს შოკოლადები მოწამლული არ იყოს მეთქი, გავხსენი სათითაოდ ყველა. პირველ სართულზე იყო სარდაფი, იქ პატარა ფორტოჩკებივით იყო ღია და ეს შოკოლადები რო გავხსენი, სათითაოდ ჩაყარე ამ სარდაფში და არ შევჭამე. ნუ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, რომ ვიღაცის სარდაფში ჩავყარე შოკოლადები, მაგრამ აი ესეთი ჭკვიანი ვიყავი, რომ სხვისი მოწამლული შოკოლადები არ ვჭამე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი და მინდოდა. ხო და ხა ესენი რომ ჩქამ კაცმა. ეგ ისტორია გამახსენდა. დედა შეგიძლიათ ჩემი თია მოყო. ესეთი ჭკვიანი შვილი ყავდი. ხო სასაცილო დებილური ისტორია, მაგრამ ალბათ ძალიან მიყვარს. და დღემდე ესეთი ჭკვიანი ვარ, არც კლუბში და არც არსად, არავის მოწოდებულს არ ვჭამდა არსო. და გირჩევთ რომ ყველა მეგრეკნათ. ნუ მეჩვენებინა ეს ციგნია. მამამ გვიყიდა მე და სალას. ფიფქია და სხვა ზღაპრები. პრინცესა და ცერთვის მარცვალი იყო ჩემი საყვარელი. ნახეთ რა საყვარელი ილუსტრაცია. ძალიან მიყვარდა ეს ზღაპარი. და ესეც ჩვენი ჰენზელი და გრეტელი.
გემრიელი პატარა სახლი რო ნახეს და მე აქ რო ამოხუცგავს შეყავს. ეს ქალი რო ესე ჩაკეტავს ამათ. ხო და ამ შოკოლადებს მე აუცილებლად შევჭამ ალასთან იმ კაცს უნდა შეუსრულო პირობა. ეხლა გადავიდეთ დღევანდელ ვლოგზე. Wow, my dad just said he wants to start recording Iris's album. ამ ტორტსაც კაბინეტში გავაფორმებ, რადგან დედა სალოს უკეთებს იდეალს, დიდად არ უყვარს სალოს ტორტები და მოკლედ იგი ცოტა ხმაურია. დავიწყოთ. Yes, that's the fun of it. I'm sorry, you were so excited about this yesterday. დარწმუნებული ვარ ამ ვარსკვლავების დაკვრის უფრო ჭკვიანური და მარტივი ხერხებიც არსებობს, მაგრამ მეზარება მოძებნა. ისეთი არ გამომივიდა, როგორც მინდა და მაგრამ არა უშავს. გონიჭებდა მხოლოდ ზემოდან მომეყარა. საკუთები ჩავარჭა. ეს ხორელია კაჩოის. რაც არის ეს არის. სანამ ერთი ნამცხვარი გავაფორმე იმ ვარსკვლავებით, შენ ნამცხვარი გამოაცხვა. იმიტომ რომ დღეს სალოს დაბადების დღეა. გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ. Пожари. Чаипикре, соло, там чаипикре. Чаипикре. Торტი 10-იანი სანთლებში 2-იანი. არა, მართლა ძალიან ცუდია, ნახე რას გაქვს მოკვდილი. აი, რა, 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 რა,